კახეთში გრძელდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია. ამჯერად სახელმწიფო მინისტრი საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ეწვია და შეხვედრები გამართა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდრო დასახლებულ სოფლების ლამბალოს, მუღანლოს, დუზაგრამისა და თულარის თემის მოსახლეობასთან. თია ახვლედიანმა მოსახლეობას კამპანიის უმთავრესი მიზნები გააცნო. გრძელდება კახეთის რეგიონში ჩვენი საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც საქმიან და მეტად ატმოსფეროში გაიმართა. ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეების მხრიდან გამოვლინდა მაღალი ინტერესი შეხვედრაზე განხილულ ყველა აქტუალურ თემატურ საკითხთან დაკავშირებით. ასევე აღინიშნა ის ძალისხმევა, რასაც ჩვენ ერთიანი სამთავრობო მიდგომით ვახორციელებთ, სწორედ იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს განურჩევლად ეთნიკური კულტურებისა ჰქონდეს თანაბარი და შეუფერხებელი წვრილმა სახელმწიფოს მხრიდან მათთვის გახსნილ მხარდამჭერ შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა იმ მნიშვნელობასაც, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ანიჭებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამგვარ უშუალო და პირდაპირ კომუნიკაციას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის და საჭიროებებზე რეაგირების მიზნით. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით კახეთის რეგიონში გრძელდება მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია. დღეს ჩვენ შევხვდით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მოსახლეობას, სადაც მოსახლეობისგან უშუალოდ პირისპირ მოვისმინეთ ის საჭიროებები და გამოწვევები, რაც ჩვენ შემდგომ დაგვეხმარება დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებში. ქალბატონი თიას ჩამბრძანება იყო მეტად მნიშვნელოვანი, ვისაუბრეთ მეტად საჭირო საკითხებზე, მოვისმინეთ სოფლის მოსახლეობის პრობლემები, რაზეც რა თქმა უნდა ურჯელებდა გადავწყვეტავთ. მადლობა მინდა გადავხადო ქალბატონ მინისტრის ჩვენ სოფელში, ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩამოგცემისთვის, რომ ჩვენი ხალხის პრობლემები და პრობლემებზე და მომდევნო გეგმებზე რომ ისაუბრა ხალხს. ჩვენ ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი.